აი ეხლა მოვიდით სადარბაზოში. მივდივართ ბერძების ბინაში. ძალიან გავიღარე 6 სართული და მოვიდით როგორც იქ. დავაზარმოთ. ვარ შევაწუხეთ ნეტა. გამარჯობათ. ლენა სახშია? კი, ვარ შევაწუხეთ. ვარ შეგაწუხეთ. რა შემაწუხე, მოდი, შემოდი. როგორ ახარ? არა, შე როგორ ახარ? ვიცი ვარა. აი მომიწი ამ მოსვლა პროექტი ასეთი, რომ სოციალურ მედიაში ვარ გაწევრიანებული და ვაგროვებ ნიჭიერ ბავშვებს, რომელთაც მე შემდგომ ვაჯამებ ამ ყოველივეს და ვაჩვენებ ხალხს. ძალიან კარგი. ერთ-ერთი შეხარა ბავშვებს და მინდა რომ რამდენიმე კითხვა დაგისვა. კი ბატონო გისმენ. ესე იგი, როგორც ყველა ნიჭიერ ადამიანს ავეუბნები, მაინტერესებს რომელი წლიდან დაიწყე მუსიკას, სიარული რა პერიოდი იყო იმ დროს, გაგიჭირდა თუ არა მუსიკა, როცა შეხვედი თუ შობლების აი ასე ვთქვათ ზეგავლენით მოხდა ეს ყველაფერი. არა, ეს ყველაფერი მართლა არ მომხდარა ისე რომ მშობლებს დაეძალებინა. აი მაგალითად მე ვიცნობ ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც ასე ამბობს, რომ იცით, მე მუსიკაზე ძალიან დავდივარ, ეს ჩემი მშობლების რაღაც ნებაა და ასე შემდეგ. არა, მე პირველად მუსიკაზე შევედი 5 წლის ასაკიდან, ბაღში დავდიოდი მაშინ და ძალიან კარგად მახსოვს ეს პერიოდი. სულ ძალიან პატარა ვიყავი, ყველაზე პატარა მოსწავლე ვიყავი მე ჩემი მასწავლებლის. შემდეგ ისე განვითარდა მოვლენები, რომ 6 წლის უკვე გავხდი საქართველოს ლაურეატი. ეს იყო ჩემთვის ერთგვარად რაღაცა სტიმული მაგალითი, რომ მე ეს საქმე გამაგრძელებინა და დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მე ძალიან მსიამოვნებს და არ ყოფილა ეს მშობლების, ასე ვთქვათ, რაღაც ნება, ის იყო ჩემში. ანუ აქედან გამომდინარე, შენი ლაპარაკიდან გამომდინარე, გიყვარს ძალიან მუსიკა და კი, ძალიან. ასევე გავიგე, რომ ძალიან ბევრი ინსტრუმენტზე უკრავ და ჩავმითვალე ეს ინსტრუმენტები რაზე უკრავ. კი, რამოდენიმე მე სახშიც მაქვს, შევიძინე რამოდენიმე მათგანი. მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც მე ვეუფლები. და რა არ გაქვს აქ მაინტერესებს? არ მაქვს ჭუნირი, გარმონი, ტამტამზეც უკრავ და კიდევ ვაპირებ ძალიან ბევრი ინსტრუმენტის შესწავლას, იმიტომ რომ მე ახლაც ვსწავლობ. დიახ, სწავლობ სიბერენდები. ახლაც ვსწავლობ და მახლა მომავალში ვაპირებ, რომ შევისწავლო კიდევ რამე. ეს რა არის? ეს არის ჩანგი. ასე ვთქვათ, ძალიან უცხო საკრავია და არც არის ბევრი პირველად გავინახე ეს და პირველად მოგონი. ძალიან კარგი არფას გავს რაღაც ისე. არფას შედარებით ცოტა განსხვავდება, ცოტა ხალხური არა, ხალხური არ არის ეს. ეს შენ მოგვიანებით არის შემოსული. და დამიკრავ თამას, ხო, ამას ძალიან მაინტერესებს როგორ უკრავ. კი ბატონო. რაღაც ხლავე დაიცა. რაღაც ისეთი მომენტი დამიკრავ. ერთ სიმღერას გავიხსენებ მაშინ. ვაჟაოდილის ლისხივო ხანთებზე ნისლოთა დინება შუა ხოდა რომ ისდიხარ გულირად გაგედირება შენ თუ არ იცი მიზეზი აბავისეც ოდინება გადმოაშუქელ უსთხილიანას გალათები რადა შოდევარც რა იგნახავ და გამიხარდები
რადა შევდევარც რა იგნახო და გამიხარდები ქვიარა ჯაკელო ხვიარა ქსანზე დვინე ჩავაიარა რა ვიღრუბდავზე ფიქრობდი და რა გამიგიარა ეცხოთა შორის ვიკითხე სალაპარაკოდ გიარა ოჯახ ძალიან კარგი ესეთი ჟღერადობა აქვს